ჩემი გადაცემის სტუმარი ანი ბერიძეა, რომელიც გვესაუბრება ფსიქოლოგიის როლზე ადამიანის ცხოვრებაში. მოგესალმებით ქალბატონო ანა. გთხოვთ მოგვიყვეთ თქვენ შესახებ და ასევე რას ნიშნავს თქვენთვის ფსიქოლოგია და რა როლს თამაშობს ის ჩვენს ცხოვრებაში და პირველ რიგში თქვენს ცხოვრებაში. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის და ფსიქოლოგიის თემატიკით დაინტერესებისთვის. წარგიდგენთ შემთხვევას, მე ვარ ანა ბერიძე, კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, დაახლოებით 4 წელია, რაც მუშაობს დასრულებთან ფსიქოკონსულტირების და თერაპიის მიმართულებით პირად სესიებს. ასევე ვარ ტრენერი, ფსიქოსახელმანათლებლო პროგრამებს ვხდით და ამ მიმართულებით მოკლედ მოღვაწეობ. რაც შეეხება ფსიქოლოგიის როლს ჩემთვის და როგორც ჩემი განმოსახედიდან, ასევე ჩემი კლიენტების განმოსახედიდან ვიტყოდი, რომ ფსიქოლოგია არის ზრდა განვითარების პიროვნული ზრდის, შემეცნების პროცესი, რომელიც გვეხმარება, რომ გავიუმჯობესოთ ყოველდღიური ცხოვრება, ვიყოთ უფრო ემოციურად სტაბილურები, შევინარჩუნოთ მენტალური ჯანმრთელობა და შევქმნათ ის სასურველი რეალობა, რომელიც ყველა ადამიანს ინდივიდუალურად გვაქვს. რას ნიშნავს ფსიქოსომატიკა? მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ ფსიქოსომატიკას ესე აქტუალობიდან გამომდინარე ბოლო პერიოდში უფრო ყურადღება მისაქცევი გახდა და უფრო დაინტერესდა საზოგადოება. ფსიქოსომატიკა ფაქტობრივად არის ორი მეცნიერების სინთეზი, ეს არის მედიცინა და ფსიქოლოგია. ეს მიმართულება შეისწავლის თუ როგორ გავლენას ახდენს და რა ზემოქმედება აქვს ადამიანების ცხოვრებაში, ემოციებს, სხვადასხვა მენტალურ საკითხებს, პიროვნულ საკითხებს, საკუთარ სომატურ, ანუ სხეულებრივ ჯანმრთელობაზე. და ეს არის მეცნიერება, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ ადამიანს შეინარჩუნოს მენტალური ჯანმრთელობა, რაც მერე პირდაპირ პროპორციულად დაესახება ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და არა მხოლოდ, ანუ ეს არის ერთგვარი მიმოცვლის პროცესი, იმიტომ რომ თუ რაღაცა ხდება ჩემს სხეულში, ეს აისახება ჩვენს მენტალობაზე და პირიქით, თუ კი ფსიქოლოგიური პრობლემები გვაქვს, ეს მერე აისახება ჩვენს სხეულზე. როგორ მოქმედებს სტრესი ჩვენს ჯანმრთელობაზე? სტრესზე საუბრისას მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში გავიმიჯნოთ სტრესის და დისტრესის ცნება, რადგან ძალიან ხშირად სტერეოტიპულად აღქმული არის ხოლმე, რომ სტრესი რაღაც ისეთია, რაც ადამიანებს ხელს გვიშლის, ცუდად აღვის აღქმული. ამ დროს სტრესი შეიძლება პირიქით იყოს საწინდარი იმის, რომ ადამიანს დაგვეხმაროს თუნდაც რაღაცა გარკვეული ჰორმონების გააქტიურების ხარჯზე, იმაში, რომ ვიყოთ უფრო აქტიური, უფრო წარმატებული, უფრო მიზანდასახული. აი მაგალითად, თუ კი გამოცდა გვაქვს იმის გამო, რომ ზუსტად ჩვენ სტრესის განცდა და აღქმა გვაქვს, ეს გვეხმარება, რომ უფრო სწრაფად ორგანიზება მოვახდინოთ გარკვეული საკითხების შევცვლოთ ის, რომ დროის მენეჯმენტირება გავაკეთოთ. ეს ხდება ორგანიზმში გააქტიურების ხარჯზე. ორგანიზმში აქტიურდება ესეთი ნივთიერებები და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჰორმონი, სტრესის ჰორმონი, რომელიც გვეხმარება, რომ ვიყოთ უფრო პროდუქტიული, მაგრამ ამისგან განსხვავებით არსებობს დისტრესის ცნება, რაც გულისხმობს იმას, რომ სტრესი, რომელიც დამაზიანებელია ადამიანისთვის, როგორც მენტალურ დონეზე, ასევე ფიზიკურ დონეზე. და ამ შემთხვევაში მთავარი არის ის, რომ სტრესი არის ემოცია, რეაქცია რაღაცაზე, ემოციური რეაქცია და შესაბამისად მთავარი არის ის, რომ გავითვალისწინოთ, რომ ემოციებს აქვს თავისი კონკრეტული მონაცვლეობა. ან უკიდურესი ნულიდან, პირობითად 100%-ამდე რომ ჩავთვალოთ თუ როგორ აღვიქვამთ ემოციებს, ყველაზე ოპტიმალური და ოქრო შვალეთი იქნება თუ კი სადღაც 50-ის ფარგლებში, რა თქმა უნდა პლუს მინუსი ყოველთვის მისაღებია, თუ კი ამ ოქრო შვალებში განვიცდით სტრესს და სხვადასხვა ემოციას. თუ კი ძალიან მძაფრად აღვიქვამთ, ანუ 100-ისკენ, მაშინ ის გვაზიანებს, ბლოკავს იმუნარებს, როგორიც არის მაგალითად მეხსიერება, აქტიურობა, რეაქცია სხვადასხვა გამღიზიანებელზე და ასევე, რა თქმა უნდა, უარყოფითია, როდესაც ადამიანი არ აღიქვამს არც ერთ ტიპის ემოციას, ანუ უფრო ნულისკენ არის ემოციების აღქმადობა. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ სტრესზე და სტრესის ყოველდღიურ გავლენაზე, მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ არ გავექცეთ სტრესს, არამედ გავექცეთ დისტრესს, ან ვისწავლოთ, როგორ უნდა გავუმკლავდეთ უარყოფითად შემოსულ სტრესის ფორმას ჩვენ ცხოვრებაში და ამისთვის სხვადასხვა საშუალებები არსებობს, რომელზეც ალბათ მერე მოგვიანებით უფრო დეტალურად ვისაუბრებთ.
შესაძლებელია თუ არა, რომ ჩაწოლილი ემოციები გადაიქცეს ფიზიკურ ტკივილად, დაავადებად. რა შედეგებს შეიძლება მოუტანოს ჩაწოლებულმა და შეკავებულმა ემოციებმა ადამიანებს? კი, ძალიან ისეთ მნიშვნელოვანია, რომ ემოციებთან ურთიერთობა ჩვენ ვისწავლოთ იმ მხრივ, რომ ემოცია ზოგადად არასწორად არის ხოლმე აღქმული, რომ ემოცია დამაზიანებელია და ძირითადად არ განიხილავენ ხოლმე უარყოფით ემოციებს, მაგრამ რეალურად ემოცია თავისთავად ცუდი ან კარგი არ არის. ყველა ემოციას აქვს თავისი დანიშნულება და ფუნქცია. აი მაგალითად, ფრაზის ემოცია მიგვანიშნებს იმაზე, რომ სადღაც ჩვენი პირადი საზღვარი გაირღვა, რაღაცა ისეთი არასწორი მოხდა, რაც ჩვენში გამოიწვია რეაქცია. შფოთვა არის იმისი ნიშანი, რომ რაღაც მოსალოდნელ საფრთხეზე გვანიშნებს, სიგნალს გვაძლევს რაღაც საფრთხის შესახებ. შიში არის სიგნალი, რომ უნდა გავიქცეთ ან გავერიდოთ სიტუაციას და ეს არის ევოლუციური პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც ვთქვათ, რაღაცა ცხოვრების დანახვაზე ადამიანს გამოეყოფოდა ესეთი შინაგანი ორგანიზმული მდგომარეობა, რომელიც ეხმარებოდა გადარჩენაში და რომ შევარჯავოთ, ყველა ემოციას აქვს თავისი დანიშნულება და მნიშვნელობა, აუცილებელია ემოციების არსებობა, რადგან პირიქით პათოლოგია, როცა ადამიანი ემოციას ვერ გრძნობს, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ვისწავლოთ ემოციებთან სწორი ურთიერთობა. ანუ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვისწავლოთ საკუთარ ემოციებთან ურთიერთობა და ურთიერთობაში გულისხმობ იმას, რომ როდესაც ჩვენ გვაქვს ემოციის გამოხატვის იმპულსი ქვია იმას, რომ ისეთი ავტომატურად ორგანიზმი გვიბიზგებს, რომ რაღაც გავაკეთოთ, მაგალითად თუ გავბრაზდით ან შეგვეშინდა ორგანიზმი შეიძლება შევხვდეთ, აგვაკანკალოს, ვიყვიროთ, ვიდიროთ, ხო, ანუ ეს არის იმპულსი. ორგანიზმი თვითონ გვეხმარება, რომ ეს ემოცია, რაც ვიბრძენთ გადაჭარბებული რაოდენობით, ამისგან განთავისუფლდეთ და დავიცალოთ. ანუ ავტომატური რეაქცია აქვს ორგანიზმს, რომ ჩვენ ხელი შეგვიწყობს და დაგვეხმაროს გადარჩენაში და მენტალურად გადარჩენაში ხაზგასმით აღნიშნავ. მაგრამ, როდესაც ემოციას ვაკავებთ და ხელს ვუშვით გამოხატვაში, ზუსტად ამ დროს არის ის დამაზიანებელი. ანუ თავისთავად ემოცია არ გვაზიანებს, გვაზიანებს შეწინააღმდეგების პროცესი. და ძალიან ნეირობიოლოგიის დონეზე არ გავყვები, მაგრამ მარტივად რომ ავხსნა, როდესაც ჩვენ რაღაცა იმპულსურად ემოციას გამოვხატავთ, ამ დროს უკვე ორგანიზმი მოცულია და ეს უკვე იმპულსურად გააქტიურებულია იმისკენ, რომ გამოვხატოთ შესაბამისი ფორმებით ესა თუ ის ემოცია. მაგრამ, როდესაც შეკავების პროცესს ვახდეთ, ანტაგონისტ პუნქტებს ეძახიან, ანტაგონისტი პუნქტები ერთვება, ანუ უჯრედულ დონეზე, ყველა პუნქტი, ყველა უჯრედი გრძნობს ხოლმე, რომ უნდა ემოციის გამოხატვა. მაგრამ ეს ანტაგონისტი პუნქტი რას აკეთებს? ბლოკავს ამ ყველაფერს და აჩერებს, ანუ ორმაგი ზეწოლა და ორმაგი კონფლიქტი წარმოიქმნება ჩვენს ორგანიზმში და მე ეს გამოიხატება ხოლმე პუნქტების დაჭირულობის, ტკივილით, მხრების, სახსრების, ტკივილით, ხბის მოჭიმულობის განცდა ხშირია ხოლმე, როდესაც არ გამოვხატავთ სათქმელ სიტყვების და ვაკავებთ ამ ჩვენს სიტყვებს ჩვენივე ორგანიზმში და შესაბამისად მე ორგანიზმს აქვს მიხსიერება. აი მაგალითისთვის ვთქვათ, თუ თითს დავაჭერ კანს ძლიერად და რაღაც დროის განმავლობაში გავაჩერებ და მე ავიღებ, უკვე ფერი კანს ჩაღრმავება გამოიხატა. ანუ როგორც გონებას, ასევე სხეულს აქვს მიხსიერება. და ამ უარყოფის შეკავებულ ემოციებს იმახსოვრებს. რა თქმა უნდა, ერთჯერადად ახლა დღეს გავბრაზდ და შევიკავე ეს ემოცია, რაღაც ქრონიკულში არ გადაიზრდება და დაავადების სახით არ გამოიხატება, მაგრამ როცა ეს მრავალჯერადია და უკვე განმეორებადი ხასიათი აქვს და აქ ხას გავუსვამ, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი გამძლეობის, მენტალური გამძლეობის ინსტრუმენტი და ზოგს უფრო მეტი სატანა შეუძლია, ზოგს უფრო ნაკლები და იმის მიხედვით თუ ადამიანს როგორ შეუძლია რაღაც კონკრეტული სიმძიმეების დაქრობილი სიმძიმეების აწევა, ამის მიხედვით მე ეს გადადის ხოლმე ქრონიკულ დაავადებებში, ფიზიკურ დაავადებებში და ამისი ყველაზე ანუ სტატისტიკურადაც რომ შევხედოთ, დღევანდელ დროში სადღაც 70% არის ზუსტად ფსიქოსომატური დაავადებები, ანუ მენტალური პრობლემები, რომელიც გადაიზარდა ორგანიზმულ დაავადებებში და ყველაზე გავრცელებული არის დიაბეტი, შაქრიანი დიაბეტი, რომელიც დისტრესიდან გამომდინარე პირდაპირ პროპორციულად არსებობს კავშირი, რომ შაქრიანი დიაბეტი გამოწვეულია ძალიან ხშირ შემთხვევაში სტრესიდან გამომდინარე და ეს სტრესი არ არის ერთჯერადი, ეს არის ქრონიკული
ისეთი სტრესი, რომელიც მეორდება. ან ძლიერი სტრესით შესაძლებელია იყოს, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს პირდაპირ ეს დაავადება. მნიშვნელოვანია ალბათ და ხალხს გასასმელის ფაქტი, რომ ეს ჩვენი ემოციების გამოხატვაც უნდა იყოს სწორი მიმართულებით, მაგალითად გაბრაზების დროს არ დავიწყოთ ყველაფრის მკვლევა. ანუ სწორი გამოხატვა გვჭირდება ამ ემოციებისას. ნამდვილად, სოციალური ნორმებიდან გამომდინარე, ისე რომ არ დავაზიანოთ სხვა ადამიანი და არ დავაზიანოთ ჩვენი თავი, ყველაზე სწორია ხოლმე რომ არ შევაკავოთ, მაგრამ გამოვხატოთ ნორმებიდან გამომდინარე. ხო, აი მაგალითად თქვა სამსახურში თუ გავბრაზდი, იქვე გამოვხატავ და ვერ ვიჩხუბებ, მაგრამ ამას გულისხმობს ზუსტადაც რომ არ არის აუცილებელი რომ იმ მომენტში იქვე გამოვხატო, მაგრამ შეიძლება იმიდე თერაპევტს ვესაუბრო, შეიძლება სახლში დავბრუნდე და ვიღაცას ვესაუბრო, ან რაღაც გავაკეთო, ხო? ან კიდევ შესაძლებელია გარეთ გავიდე და ღმრთ ამოვისურთქო და გავიასრო ის რა მოხდა. კი, ნამდვილად. გავაწარო ეს ყველაფერი ჩემში და არა ჩემში დავტოვო. კი, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი არის ის, რომ როცა რაღაცა ემოციას განვიცდით, არ შეგვაშინოს ამან ეს პირდაპირ არ გადადის რაღაც დაავადებაში, უბრალოდ მე აუცილებლად მივუბრუნდეთ და მე აუცილებლად რაღაცა მეთოდით გავუშვათ ის ნეგატივი, რაც იმ მომენტში შევაკავეთ. კი ბატონო. ნერვიულობამ თავი ამატკივა. ხშირად გამიგია ეს. ბინერვიულა თავი ამატკივდა, ცუდად ვარ, ცირამონი მომეცი. რამდენად მართალია ეს და რამდენად შესაძლებელია? ნამდვილად აბსოლუტურად შესაძლებელია, იმიტომ რომ ნერვიულობა რა არის, ხომ ჩვენი რეაქცია რაღაც გამღიზიანებელზე, ანუ რაღაც სტიმულის შემოვიდა და მე ნერვიულობის სახით გამოვხატა ეს რეაქცია. როდესაც ამ პროცესს ვახორციელებთ, აქ თავარი შემოდის ის, რომ ყველა ადამიანს რაღაც ემოცია აქვს, სხვადასხვანაირად გამოხატული. ხო, აი მაგალითად, ბრაზს ვიღაცა ყვირილით გამოხატავს, ვიღაცა ძალადობრივი მეთოდებით გამოხატავს, ვიღაცა უბრალოდ მიდის და სხვადასხვა ბრაზი, როცა მომბობთ ხოლმე რომ ემოცია თავისთავად ცუდი არ არის. ძალიან ხშირად მქონია ხოლმე ესეთი შეხვედრა, რომ ბრაზი არის დიდი ენერგია მოდის და ამ ენერგიას ვიღაცა ახსოვს სამსახურში, საქმეში, რაღაც კრეატიული ნამუშევრების შექმნაში. ამიტომ ყველა სხვადასხვანაირად გამოხატავს ხოლმე თავიანთ ემოციას და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ყველა ემოციას სადღაც აქვს თავისი წერტილი ორგანიზმში. აი მაგალითად ვთქვათ, მე თუ უცებ შიში ვიგრძენი, შეიძლება ხელებში ვიგრძნო ეს შიში, შეიძლება შენ გულის არეში იგრძნო და შესაბამისად ყველა ემოციას აქვს თავისი ადგილი ინდივიდუალურ დონეზე. არ არსებობს ისე რომ აი მაგალითად ყოველთვის შიშს აღგრძნობ, ან თავში ვგრძნობ, ხო? ინდივიდუალურ დონეზე არის ეს და ესე იგი რაღაც შემთხვევაში, როდესაც ნერვიული აზრობრივი დონიდან წამოვიდა ეს აზრებმა გამოიწვია ეს ნერვიულობა და ეს დაძაბულობა აისახა ზუსტად თავის არეში. ამიტომ ის რომ გამაყრჩებელი დავიოთ, არ არის სამწუხაროდ მოგვარების გზა. ამ შემთხვევაში ტკივილს კი ბატონო გავუჩევთ, მაგრამ პრობლემის გამომწვევ არ ვკურნალობთ ამ შემთხვევაში. და ვლებავთ ჩვენ ცნობიერში, სხვა გადადის ცნობიერში, მე კიდევ რაღაცები ემატება და მე საბოლოოდ შესაძლებელია აფეთქება გამოიწვიოს. რა როლი აქვს თვით შემეცნებას და საკუთარი ემოციების გაცნობას ფსიქოლოგიაში, როცა ადამიანი დაუშვათ აღიარებს რაიმე პრობლემას და იწყებს უკვე მის მოგვარებას. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხურია ამ შემთხვევაში ფსიქოლოგიაში ეს. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყოველი პრობლემის მოგვარებას აქვს 5 ძირითადი საფეხური. სანამ მოგვარების და მიმღებლობის სტადიამდე მივალთ, ეს არის როგორი პროცესი, რომ ერთი საფეხური გადავლახე, მეორეზე გადავდივარ და ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე, რომ პირველიდან მეხუთეზე ავიდეთ, ხო? ეს პროცესია, რომელსაც უნდა გავყვე. და ესე იგი თანმიმდევრულია და პირველი ნაბიჯი არის სწორედ ის, რომ თვით შევიმეცნო და ვაღიარო რაღაც პრობლემის არსებობა, რომ მე მოვაყოლო. თუ პირველ საფეხურს ვმოკავ და არ ვაღიარებ, მაშინ ვერ გადავდივარ განკურნების ისეთ ავარქვათ, განკურნების სტადიაზე. ამიტომ თვით შემეცნება არის ბაზისური, აი როგორც საყრდენი შენდება შენობაში და მე ამაზე დაშენებული კონსტრუქცია რამდენად ძლიერი და მყარია და ხანგრძლივად მომშავე, ზუსტად ესეა ფსიქოლოგიაში, რომ პირველი ნაბიჯი ბაზისური არის სწორედ აღიარება, გაცნობიერება, თვითშემეცნება და ყველაფერი შემდეგ ამაზე არის დაშენებული.
რამდენად მნიშვნელოვანია პოზიტიური აზროვნება და რამდენად რეალურად მოქმედებს ის ადამიანის ჯანმრთელობაზე? პოზიტიური აზროვნება არის კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპიის მიმდინარეობა არსებობს, რომელიც გვეუბნება იმას, რომ ჩვენ რაღაცა მაგალითად მე ხმა გავიგონე და ამ ხმაზე მაქვს რეაქცია, ესე წამიერი პროცესია, მაგრამ ეს პროცესი არის თანმიმდევრული და გადის შემდეგ საფეხურებს. პირველი საფეხური არის აზრი, ფიქრი, შემდეგი საფეხური არის ემოცია, ანუ ფიქრიდან გამომდინარე მე რაც ვიფიქრე, ამას რაღაცა მნიშვნელობა მიჩნევ, ბანალურად რო ვთქვა, კარგია, ცუდია. აქედან გამომდინარე გამიცადე ემოცია და ფიქრი პლუს ემოცია გადავიდა ქცევაში. სანამ ქცევამდე მივდივართ, პირველი არის ზუსტად ეს აზროვნების კომპონენტი. თუ კი მე პოზიტიური აზროვნება მაქვს და უფრო მეტად პოზიტიურზე ვფიქრობ, ესეთი გამოთქვაც არსებობს ხოლმე, რომ აზრებს აქვს განსხეულების ენერგია, ანუ რაზეც ვფიქრობ, ის ხორცს ისხავს. თუ მე ძირითადად პოზიტიურზე ვფიქრობ, მაშინ ეს პოზიტიური აზრები ხორციელდება, თუ ძირითადად ნეგატიურზე, მაშინ ნეგატიური. და ფიქრს ახასიათებს კიდევ რა, მე თუ ვიწყებ ერთ რაღაცაზე, მაგალითად რაღაც უარყოფითზე ფიქრს, შემიძლია რომ უფრო ღრმად ცუდისკენ წავიდე, ან უფრო ღრმად კარგისკენ წავიდე. აი ეგრეა, ზუსტად როცა ტელეფონზე ურეკავ იმას და კარგი პასუხებზე უკვე ცუდზე იწყებ ფიქრს და იქ უკვე 1000 მერე გაშლა ხდება გონებაში რაღაცეების. ამ დროს შეიძლება ტელეფონი უხმოზე ქონდეს, ან გასული იყოს ოთახიდან. კი. და არა აქვს მნიშვნელობა რა არის ამ დროს რეალობა, ხო? იმიტომ რომ შენ უკვე განიცადე ის ნეგატივი, უკვე ენერგიული, უკვე თავისუდად იქცენი და აქაც აი ხაზგასმით რა მინდა აღვნიშნო, რომ ადამიანის გონება არის ძალიან უნიკალური და არ არსებობს, რომ ყოველთვის 100% მე პოზიტიურს ვფიქრობდი, ან 100% შეუძლებელიცაა. შეუძლებელია ნამდვილად და პირიქით ის რომ ხანდახან ნეგატიურზე ვფიქრობთ, რაღაცეების წინახედულობაში გვეხმარება, რაღაცეების თავიდან არიდებაში, მაგრამ როცა ვამბობთ, რომ პოზიტიური აზროვნება აქვს ადამიანს, ამაში იგულისხმება, რომ უმეტესად პოზიტიურად აღიქონთ რაღაც სიტუაციებს და უხეშად რომ ვთქვათ, ხა ეს ისეთი უხეში ნათქვამია 70-30 პრინციპით რომ მიხელმძღვანელო, რომ ძირითადად კარგია თუ გეიქნება დადებითი და ხანდახან იმ უარყოფითსაც ვუშვებთ, ოღონდ არ ვიბრწვით და არ ვიცი ნახდებით. შესაძლებელია თუ არა ყოველდღიურობაში მცირე ფსიქოლოგიური ვარჯიშები დავუშვათ სუნთქვით, დღიურების წერით, ან კიდევ რაიმე ისეთი ქმედების გაკეთებით, რაც გვეხმარება გადავლახოთ ნერვიულობა, მოვახდინოთ დიდი პრობლემების ლოკალიზება და მოგვარება. თუ მადამაინც თქვათ არის აუცილებელი ის, რომ უნდა მივიდეთ ფსიქოლოგთან და გადავდგათ სხვა ნაბიჯები, ან რას გვირჩევთ პირველ ეტაპზე, რომ შეიძლება ადამიანებმა გააკეთოს. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ გავმიჯნოთ, როგორ მდგომარეობაშია კონკრეტული ინდივიდი და ამას ალბათ ყველაზე სწორად თავად გააკეთებს. ანუ რას გულისხმობ ამაში, რომ ზოგჯერ არის ხოლმე მდგომარეობა, როდესაც მაგალითად უკვე კლინიკური გამოგონებები, როგორც არის დეპრესია, პანიკური აშლილობა და ასე შემდეგ. არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს რაც არ უნდა ცოდნა ჰქონდეს და ფსიქოგანათლება ჰქონდეს, მაინც ვერ ეხმარება ეფექტურად საკუთარ თავს. ხო, მაგალითად ფსიქოლოგს ძალიან ბევრი ტექნიკები აქვს, ცოდნა აქვს, იცის როგორ ცხოვრება დაეხმაროს ადამიანებს, მაგრამ საკუთარი თავის ქირურგი როგორც ვთქვათ ვერ იქნება, ხო? ექიმი ზუსტად იგივე პრინციპით ხშირად არის ცოდნა, მაგრამ ის ქვეცნობიერი საწავე ადამიანის ფსიქიკა უმინაცისგან შედგება ცნობიერისგან და ქვეცნობიერისგან. იმდენად ქვეცნობიერი დიდია, რომ ზოგჯერ ვერ გვეხმარება, რომ ეს ყველაფერი რაღაც ესე სეპარირებულად საკუთარ თავისგან განცალკევებულად აღვიქვათ. ამიტომ არის მდგომარეობები, როდესაც ვერ დაგვეხმარება გარდა სპეციალისტისა ვერავინ, ეს შეიძლება იყოს ფსიქოკონსულტანტი თუ ფსიქოთერაპევტი, საჭიროებიდან გამომდინარე და ზოგჯერ ფსიქიატრიც. და ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ დროულად მივმართოთ სპეციალისტი. მაგრამ პრევენციისთვის და იმისთვის, რომ დროულად აღმოვაჩინოთ რაღაც კონკრეტული მდგომარეობა ჩვენში პრობლემა და მოვაგვაროთ, ამისთვის არის რაღაც ეტაპი, როდესაც ინდივიდს
შეუძლია ეს დამოუკიდებლად გააკეთოს. აი რაც ახსენე მაგალითად დღიურებით, ვიღაცას ეხმარება ხო, ზოგს მაგალითად ეხმარება დღიურების გააკეთება, ზოგს პირდაპირ კომუნიკაცია მეგობართან, ადამიანთან, რომელსაც ესე ენდობა. ვიღაცისთვის შეიძლება დამხმარე საშუალება იყოს უბრალოდ ეს სუნთქვითი პრაქტიკები, მედიტაცია, ზოგს სირბილი ეხმარება, ან რაღაც ჩაღრმავება საკუთარ თავში და განმარტოება რამდენიმე დღით, ხო? ამიტომ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს საშუალებები უამრავია მით უმეტეს სოციალური ქსელების და ინტერნეტის ხანაში ბევრი საშუალებაა, როდესაც შეგვიძლია რომ რამე თვითდახმარების ინსტრუმენტი მოვიპოვოთ, მაგრამ თავი არის ის, რომ თუკი უკვე კლინიკური სიმპტომატიკა არის და გართულებული ხმა ფსიქოლოგიური მდგომარეობა, მაშინ გამოსავალი არის სპეციალისტის დახმარება. თუმცა ყოველთვის კარგია ეს რაც ჩამოთვალეთ დღიურები და დამხმარე საშუალებების გამოყენება. კი, ნამდვილად ხშირია ეს შემთხვევა, როცა გვინდა ხოლმე რომ დავიცადოთ ემოციებისგან, მივდივართ და ვინმეს ვესაუბრებით. ისეთ ადამიანს, რომელსაც შესაძლებელია მოუყვეთ რამე. და ვცლის ეგ და უფრო კარგად ხვდებით. მე პირადად ეგრე ვარ, როცა მეგობარს ვესაუბრები ხოლმე რაიმე პრობლემასთან დაკავშირებით, ან ზოგადად თუნდაც რაიმე ძალიან გამიხარდა და უყვები სხვას, ვიცლები ემოციებისგან და მე უკეთესად ვცნობ თავს. უფრო დამშვიდებული ვარ. აი კი, ნამდვილად ესეა და ზოგჯერ ამბობენ ხოლმე, რომ დიდი ინტენსიური სიხარულიც კი ერთგვარი სტრესია, იმიტომ რომ ერთ-ერთი შემოდის და მთელი ორგანიზმი მიცნობები ხომ წარმოვიდგინოთ, რომ დიდი ხნის უნახავი მეგობარი ვნახეთ და ჩავიხუტეთ, უკვე წარმოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ რეალობა არ არის წარმოვიდგინე, უკვე წარმოვიდა ორგანიზმი ცვლილებები და პირიქით უკვე რაღაცა ცუდ წარმოვიდგენ, უკვე შეიძლება რომ ტრიგის დავიწყო ფიქრიდან გამომდინარე. ამიტომ მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენთვის რა არის საჭირო, ის ვიპოვოთ სწრაფად. პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა ჩავუყავდეთ და თუ ვერ შველით საკუთარ თავს, მე უკვე მივმართოთ სპეციალისტს. რატომ გვიჭირს ადამიანებს ზოგჯერ საკუთარი ემოციებზე საუბარი და საკუთარი ემოციების გამოხატვა? აი, ბევრისგან გამიგია, რომ ვინმესე უთქვამთ, რაც ძლიერი ადამიანია, რომ აი ერთი ცრემლი არ გადმოუგდია თვალიდან, ან რაღაცა ისეთ ძალიან სტრესულ სიტუაციაში ამაყად იჭერდა თავს და არ კარგავდა სიმშვიდის შეგრძნებას. რამდენად კარგია ეს, როცა ჩვენ ვაკავებთ ემოციებს, ვცდილობთ სხვის თვალში გამოჩნდეთ მაგრები და ეს ჩვენთვის შესაძლებელია დამაზიანებელიც იყოს. ნამდვილად უარყოფითია, იმიტომ რომ ეს ფსიქოსომატიკურ მედიცინაში როგორც ვახსენე, შეიძლება ესეთი პრინციპის მიმდინარეობს რაღაცა კონკრეტული დაავადებების განვითარება. პირველ რიგში იწყება გაფრთხილებით, ორგანიზმი იმდენად და გონება იმდენად ჭკვიანი სისტემა არის, რომ ყოველთვის გვაფრთხილებს რაღაცის შესახებ. მაგალითად, კბილის კიბილის მაგალითად რომ განვიხილოთ, თუ კიბილი ხომ არ არის სასიამოვნო და ძალიან შემაწუხებელია, მაგრამ ეს კიბილი გვეუბნება, რომ რაღაცას ყურადღება უნდა მივაქციო და თუ არ მივაქციო, კბილს დავკარგავ, მაგრამ თუ კიდროულად მივხედავ, მაშინ გამოსწორების გზები არის. იგივე ხდება ფსიქიკურ ჯანმრთელობაში. რაღაც პრობლემის შესახებ ჯერ ავტომატიზმის აზრებს არ მოსვენთ, ხოლმე უფრო ორგანიზმს მოსვენთ, როცა კიბილი გვაწუხებს, მაშინ უკვე სხვა გზა აღარ გაგვჩენია, უნდა ვირეაგიროთ ამ ტკივილზე, ამიტომ ორგანიზმი გვაწვდის ინფორმაციას, რაღაც რომ ტკივილ, მაგალითად, თავი ტკივილ ყოველდღიურად, სისუსტეს გრძნობ, დაღლილობას გრძნობ ქრონიკულად, ძილის პრობლემები მაქვს, ეს ყველაფერი არის ნიშანი, ანუ ყველა ემოციას აქვს თავისი სასიგნალო ფუნქცია, რომ რაღაც ხდება, რაღაც ისე არ არის. და შესაბამისად მე თუ ამ სიგნალს არ აღვიქვამ, შემდეგ გადავდივარ ვეგეტონეროზის სტადიაში, ეს არის მეორე საფეხური, როდესაც უკვე გახდა ქრონიკული სიმპტომატიკა, აი მაგალითად შაკიკი, დიაბეტის სიმპტომატიკა და ასე შემდეგ, ვეგეტონეროზის სტადიაზე ორგანიზმის ნაწილი გახდა, მაგრამ ჯერ კიდევ თუ აქ მოვახდენთ ფსიქოლოგიურ დახმარებას და ვეტყვი მე ჩემს ორგანიზმს, რომ შენი სიგნალი შეტყობინება სწორად აღვიქვი, უკვე დაამთავრებს ეს ტკივილი შეხსენებას თავის და მოგვარდება ფიზიკური პრობლემაც, მენტალური პრობლემაც, მაგრამ
თუ კი აქაც უკვე არ გავამახვილებთ ამაზე ყურადღება, უკვე გადავდივართ სომატურ დაავადებებში, დარღვევებში, სადაც უკვე მარტო ფსიქოლოგიურ ცვლილია, რადგან ორგანიზმის დონეზე არის დაზიანება და აქ უკვე ექიმის ჩართულობა აუცილებლად მნიშვნელოვანი. და როგორც ახსენე, ეს გამოუხატავი ემოციები ზუსტად მაგას აკეთებს, რომ მე უკვე ესე იგი თავი გადამყავს მესამე საფეხურზე, იქ რომ იმ სტადიაზე, როცა უკვე ორგანიზმია დაზიანებული. და გამოუხატავი ემოციებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი არის ის, რომ თვითონ ემოცია უნდა არსებობდეს, მაგრამ მე ისინი უნდა გამოვხატო. თუ კი გამოვხატავ, პრობლემაც არ არის, გვარდება. და ძალიან ხშირად სამწუხარო რეალობა არის ის, რომ გავრცელებული სტერეოტიპებიდან გამომდინარე, რომ ძლიერი ადამიანები არტილიან, მამაკაცები არტილიან, ცოტა ქალბატონებს უფრო მაგხრივ გვაქვს პრივილეგია, მაგრამ რეალურად სიძლიერე არის ზუსტად ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ემოციების გამოხატვა თავისუფლად და მართვა ემოციების. ანუ სირაქლემის პოზიციას თავს ვარიდებთ, პირდაპირ ვუყურებ ემოციას, ოღონდ რომ პირდაპირ შევხედო ემოციას, ის ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ვთქვა, რომ ვიცი რა მოდი ამას არ მივაქცევ ყურადღებას და სადღაც დავმალა. მაგრამ ეს დამალვის მომენტი ყოველთვის გვახსენებს თავს და მე უფრო რთულ რაღაცაში გადაიზრდება და ამიტომ რომ ხროვდება ალბათ ბევრი დამალული ემოცია და მე უკვე ჩვენს ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე მოქმედებს ეს ყველაფერი. და შესაძლებელია ერთ დღეს ვეღარაფერით ვეღარ დავმალოთ. ნამდვილად და ისე რომ წარმოვიდგინოთ, ადამიანი ძალიან ამტარი და ძლიერია, ყველა ადამიანს ძალიან დიდი რაღაც შესაძლებლობები გვაქვს, მაგრამ ჩვენც გვაქვს ეს ლიმიტები, რომ წარმოვიდგინოთ, მენტალური ენერგია არის ტომარის სახით. და ამ ტომარაში რაც უფრო მეტი ნეგატივი ეწყობა, მე უკვე აღარჩება პოზიტივისთვის ადგილი და ეს სიმძიმე უფრო და უფრო ხდება რთული, გაუსაძლისი და აუცილებლად რაღაც ეტაპამდე მივდივართ, როდესაც უკვე აღარ შეგვიძლია მეტი სატანა და მივდივართ სამართლო შედეგებამდე. რა როლი აქვს ფსიქოთერაპიებს ადამიანის ცხოვრებაში? ძალიან მნიშვნელოვანია და სწორ დროს, სწორ ადგილას ჩარევა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თერაპიის შემთხვევაში ჩვენ ნაყოფიდან კი არ ვიწყებთ გამკურნების პროცესს, არამედ ფესვიდან. და როდესაც ფესვია ჯანსაღი და შემდეგ ეს ეტაპობრივად მივყვებით, საერთო ჯამში გამოდის ჯანსაღი ნაყოფი. ზუსტად ამას აკეთებს ფსიქოთერაპია, რომ რაღაც პრობლემას ზედაპირულ კონტექსტში კი არ ვახმარებთ, არამედ ისეთ დონეზე, რომ ამ პრობლემა მერე საბოლოოდ დავტოვოს და აღარ შეგვახსენოს თავი. ანუ ხშირად გამიგია ანა ეხლა ადამიანებისგან, რომ აი ფსიქოლოგიურ პრობლემებზე საუბარი სირცხვილია, ფსიქოლოგთან ვიზიტი სირცხვილია. ისინი თვლიან, რომ ეს მანდამაინც ფსიქიატრიულ პრობლემებს უკავშირდება და ერთმანეთთან აიგივებენ. რას ეტყოდით ამ ადამიანებს, ვისაც ეს სირცხვილება და რაც შევას მიცემდით? ნებისმიერ შემთხვევაში საკითხი არის ფსიქიატრის კომპეტენცია თუ ფსიქოლოგის, სირცხვილი ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ ყველა 21 საუკუნე იმდენად დატვირთულია და იმდენად აი თუნდაც ვერ ვახერხებთ ხოლმე საკუთარ თავთან დარჩენას და რაღაც საკითხებზე ვფიქრს, რომ ეს ყველაფერი ადრე თუ გვიან გროვდება და იჩენს თავს. ამიტომ როგორც ვთქვათ, პირობითაც დიაბეტის არსებობა, რაღაც სხვა სომატური დაავადებების არსებობა არ არის სირცხვილი, ზუსტად ასევე არის მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, ძალიან ბუნებრივია. უბრალოდ ჩვენ იმის გამო, რომ ამ სტერეოტიპების ქვეშ ვიმყოფებით, რომ აი ფსიქიატრთან მისვლა ასოცირდება, რომ აი გიჟი ხომ არ ვარ, ხშირად გამიგონია. აბსოლუტურად არაფერი კავშირში არ არის სიგიჟესთან, ხო, მაგალითად ფსიქიატრი კურნავს და ეხმარება დეპრესიის ხმა ფორმებს. ამ დროს დეპრესიულ ადამიანს რა თქმა უნდა არ უწოდებთ, ხო, გიჟს და ეს სტერეოტიპები ალბათ უფრო შორიწარსულიდან მომდინარეობს და სამწუხარო რეალობა არის ის, რომ თუ ამ სტერეოტიპებს არ გადავაბიჯებთ და არ დავამსხვრევთ, მაშინ კარგავთ ადამიანის
ცხოვრებას და ძალიან ხშირად ფატალობადაც თავდება ხოლმე, იმიტომ რომ სუიციდური აზრები და სუიციდის შემთხვევებიც ძალიან ხშირია, იმიტომ რომ ადამიანს, როდესაც სჭირდება დახმარება, ზუსტად იმ მომენტში სტერეოტიპებიდან გამომდინარე, გვეუბნებით, რომ ის გიჟია, მან არ უნდა მიმართოს სპეციალისტს და სხვა გზა არ რჩება, ადამიანი ტანჯება და მიდის ამ ტანჯვის თავისუფლების გზად ერთადერთად ხედავს თვითმკვლელობას სამწუხაროდ. იმიტომ რომ ვეღარ უძლებს და აუცილებელია ამ სტერეოტიპების დამსხვრევა, იმიტომ რომ ადამიანები ვართ, ემოციური არსებები ვართ, ყველაფრის სხვა არსებიდან ამ სამყაროში რაც საოცარი არსებებიც არსებობს ჩვენ ეს გამოგვარჩევს, რომ ემოციურად აღვიქვამთ რაღაც საკითხებს, ამიტომ ბუნებრივია, რომ ცხოვრების რაღაც ეტაპზე გარკვეული გამოწვევები და პრობლემები არსებობს, რომელსაც მარტო ვერ ვუკლავდებით ხოლმე. ხო, აი მაგალითად, მე ძალიან მინდა შეიძლება რომ 140 კილოგრამიანი რაღაც ტვირთი გადავდო ერთი ადგილიდან მეორეზე, მაგრამ ვერ ვაკეთებ ამას, ამიტომ ვიხმარ ადამიანს, მეგობარს, ახლობელს, მეზობელს და იგივე პროცესია, არაფერი განსხვავება არ არის. ეს სიმძიმე, რაც მენტალურ დონეზე აქვს ადამიანს, უბრალოდ იმ სიმძიმის განაწილებაში და სწორად დამენეჯმენტირებაში გვეხმარება ფსიქოლოგი, ფსიქიატრი. არასწორად შენახული ემოციების ბრალია ზუსტად, როგორც თქვენ ლაპარაკიდან გამომდინარე მივხვდი, ფსიქოლოგიური პრობლემა, რომელსაც უკვე ადამიანი ვეღარ უმკლავდება. იმ ემოციების, რომელიც თავის დროზე უნდა გამოეშვა და ჩაკეტა მასში. ზუსტად. თუ კი ესე სწორად მიუძგებით და ფსიქოგანათლება მაგაში გვეხმარება ხოლმე, რომ როდესაც ვიცით აი ეს ინფორმაცია თუ როგორ გავინასახდეთ ემოცია ჩვენზე რა დროს როგორ უნდა ვირეაგიროთ და ასე შემდეგ, მაშინ ყველაფერი ასე თუ ისე მიდის ჯანმრთელობის ფარგლებში, მაგრამ როდესაც სტერეოტიპების თუ ბევრი სხვა პრობლემის გამო ყველაფერს ვაკავებთ, ის ადრე თუ გვიან იმის მიხედვით რა მოცულობა გვაქვს მენტალური ამტარობის იჩენს ხოლმე თავს. ამიტომ გამოხატვა არის საუკეთესო საშუალება ნორმის ფარგლებში, რა თქმა უნდა. რა პრაქტიკულ რჩევას აგვიტოვებდი ყოველდღიურობაში, როგორ შეიძლება გამოვხატოთ ემოციები, როგორ მართოთ ემოციები, უფრო სწორად რომ ვთქვა, ადამიანებმა იმისათვის, რომ არ მივიდეთ იმ სავალალო ფონამდე, რაც სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ხდება. ახსენეთ, რომ ზოგადად ერთ საუკუნე ძალიან დაძაბულია ყველანაირად, გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, ზოგს ბავშვები, ზოგს რაღაც სხვადასხვა პრობლემები და ყველაფრის ერთად თავმოყრა რთულია. და მაგიტომ მაინტერესებს, რას გვირჩევს ფსიქოლოგი. ესე იგი, ცოტა რთულია ხოლმე ამ მომენტში ერთი რაღაცა კონკრეტული ფორმულის ან რჩევის განხილვა, მაგრამ იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რასაც დღეს ვისაუბრეთ, თავი არის ის, რომ ეს ცოდნაც მერე ისე დავალაგოთ, რომ ვიცოდეთ რა არის პირველი ნაბიჯი, რა არის მომდევნო ნაბიჯი და ასე შემდეგ. ამიტომ ჩემი რეკომენდაცია რჩევა იქნებოდა ის, რომ დავიწყოთ პირველი ნაბიჯი, ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია, რომ არის თვითშემეცნება და თვითდაკვირვება. რომ გავხდეთ დამკვირვებლები საკუთარი თავის და ვიცოდეთ, მაგალითად, აი ამ მომენტში მე რა ემოციას განვიცდი, თუ კი ამას დავაკვირდები, რა წამს გავყინავ, დავაკვირდები ჩემს ემოციას და კითხვებს თავისვამ საკუთარ თავს, თუ საიდან მოდის, რამ გამოიწვია, რა არის ამისი მიზეზი და ასე შემდეგ. მივდივართ ამ ყველაფრიდან თვითგაცნობიერებიდან გამომდინარე, მივდივართ პრობლემის მოგვარების გზებთან. ამ კითხვებზე პასუხი ისე რომ დავწეროთ, ამოვაჩენთ, რომ მოგვარების გზაც თურმე აქ გვაქვს და გონია ხოლმე რომ ზოგჯერ ძალიან მოგვიწევს რთული რაღაცების მოყვარება, მაგრამ ყოველი სირთულიდან გამომდინარე ყოველთვის არსებობს გამოსავალი. ამიტომ ჩემი პირველი რჩევა იქნება, რომ დაიწყოთ თვითდაკვირვება. დღევანდელი თემა იყო ფსიქოსომატიკა, სადაც ყურადღებას იმაზე ვამახვილებდით, რომ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მენტალურ ჯანმრთელობას, სხეულებრივ ჯანმრთელობაზე. ამიტომ ეს ორი კომპონენტი არ უნდა დაგვავიწყდეს. ადამიანი არის სისტემა, ორი ძირითადი ნაწილისგან შემდგარი, ეს არის გონება და სხეული, რომლის განცალკევებაც არ შეიძლება, მაგრამ უნდა დავიწყოთ ორივეს გაერთიანება რა მხრივ, რომ მე ასევე დავაკვირდე ჩემს სხეულებრივ შეგრძნებებს, რა ემოციამ გამოიწვია, მასთან კავშირი გავაყო, აღმოვაჩინოთ, შევისწავლოთ და შესაბამისად ვიყოთ მყოფადობას ვეძახით ხოლმე აქ და ამჟამად მომენტს, როდესაც ამ წამით ვცხოვრობთ. ერთი წამის წინანდელი მოვლენაც
უკვე წარსულია და წესით აღარ უნდა ახდენდეს დღევანდელობაზე და ხვანილობაზე გავლენას, მაგრამ სამწუხაროდ ახდენს ხოლმე, იმიტომ რომ ძირითადად არ ვართ მყოფადები. ამიტომ რომ გავაერთიანოთ ჩემთვის უბრალოდ რეკომენდაცია რჩევები, პირველი ნაბიჯი მნიშვნელოვანია დავწყოთ თვითდაკვირვება და აქ კომპონენტს გულისხმობს სხეულის დაკვირვებას და ემოციების დაკვირვებას. და მეორე არის მყოფადობის შენარჩუნება, ანუ აწმყოთი კმობის ხელოვნება. რაღაც მომენტში რომ გავჩერდეს და შევიხსნოთ ეს წამი, ახლა არაფერი ხდება ისეთი ხომ ცუდი. შეიძლება რაღაც 10 წუთის შემდეგ სადღაც მეჩქარება ან რაღაც საქმე მაქვს გასაკეთებელი, მაგრამ ამ წუთში არ მაქვს. ამიტომ შემიძლია რომ ამითი კმობის ხელოვნებას დავეუფლო და მყოფადობის არაერთი პრაქტიკა არსებობს ხოლმე, მაგრამ ყველაზე ესეთი გავრცელებული არის სუნთქვა და თვითდაკვირვება. აი მაგალითად შეგიძლიათ უბრალოდ დარჩეთ საკუთარ თავთან, ღრმად შვიდად ისუნთქოთ და წარმოიდგინოთ ამ წამში, ამ წამს, აი ზუსტად ამ წამს, როგორ ხდება ეს სუნთქვის პროცესი. ანუ სუნთქვა არის ყოველთვის აწმყო, არ არსებობს წარსული ამოსუნთქვა და მომავალი ამოსუნთქვა. როცა ვსუნთქავთ, ეს არის აწმყო. ამიტომ ამ სუნთქვის დაკვირვება გვაძლევს ზუსტად იმ განცდას, რომ შევინარჩუნოთ მყოფადობა. და ეს არის ისეთი პრაქტიკა, რომელიც უნდა გამოვცადოთ და შემდეგ ვიგებთ ხოლმე, რას ნიშნავს მყოფადობა. ესე დავიჭიროთ წამი, მეორენაირად შეიძლება ვუწოდოთ კიდევაც ამ განცდას, ამიტომ შეეცადეთ, რომ გახდეთ თვითდამკვირვებლები და დაიჭიროთ ეს წამი, რომელიც საკმაოდ ლამაზია და მიუხედავად ბევრი სირთულისა, ამ მომენტში ყველაფერი კარგად არის. ძალიან საინტერესო იყო ანიშინთან საუბარი და სასარგებლოც თითოეული ჩვენგანისთვის, იმიტომ რომ ბევრისგან, როგორც უკვე ვახსენე, გამიგია ნერვიულობა თავი ამოადგება, აი რაღაც უცებ სუნთქვა შემეკრა და ვეღარ ამოვისუნთქე, თურმე საიდან მოდის ეს ყველაფერი და როგორი მნიშვნელოვანია ვიყოთ ემოციების გამტარები და არა შემკავებლები. იმიტომ რომ შესაძლებელია ამ ყველაფერმა შემდეგ ჩვენ იმაზე უკვე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე მოახდინოს ეკავლენა. და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გავიგეთ არის ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეგწყვეტ ჩვენი ემოციების გამოხატვა. აუცილებლად უნდა გამოვხატოთ ემოციები და შევაკავოთ. ძალიან დიდი მადლობა, იმედია მაყურებელს მოეწონება ჩვენი გადაცემა და მიიღებს მისთვის საჭირო ინფორმაციას. აუცილებლად მომავალში შევხვდებით სხვა თემით. კარგად ბრძანდებოდეთ.